ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს სოფელ ხელთუბანში იმყოფებოდა, სადაც ტიქით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას სეტყვის შემდგომ განადგურებული მოსავლის კომპენსაციას თხოვენ. როგორც ხელთუბანში ამბობენ, სეტყვა სეზონზე უკვე მესამედ მოვიდა, რამაც ბოსტნეულისა და ხილის 80% გაანადგურა. ადგილობრივები აგროსამრეწველო შხამქიმიკატებზე ფასების მატებასაც უჩივიან. ხალხს მოსავალი გაუფუჭდა, ბოსტნეული მთლად გაფუჭებულია. ლობიებს ახლიდან თესავენ ხალხი. პირადად მეც ახლიდან უნდა ვთესო. ეს ხახვის მოსავალი, პამინდორი, ახალი გადარგულები დაუჩეს. ვაშლი ხილი განადგურდა. ეს 70-80% არ განადგურებული. ჯერ კაციშვილი არ მოსულა სოფელში, არავისთვის არ უთქვიათ, რა გემართებათ, რით დაგეხმაროთ. ბოლო პერიოდის სტიქიამ ძალიან დააზარალა ადგილობრივი მოსახლეობა და ოჯახები. პრაქტიკულად მათ დაკარგეს მთელი წლის შემოსავალი, ძალიან დიდი ზარალი, დიდი ზიანი მიადგათ და სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან არაფერი არ კეთდება ამ ზიანის ასანაზღაურებლად. ხდება მხოლოდ აღწერა, თუმცა შემდეგ აღარ ხდება თანხების გაცემა, ან თანხების გაცემა ხდება მხოლოდ ნათესაობის, ახლობლობის და პარტიული ნიშნის მიხედვით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მე მოუწოდებ ხელისუფლებას დაეხმაროს თითოეულ დაზარალებულ ოჯახს, ისე როგორც ამას პირდებოდნენ არჩევნების წინ.